მოგესალმებით. დღეს ერთად ჩავუღურმავდებით თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ძველი ბალკანეთის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და თან ძლევამოსილ ხალხს, თრაკიელებს. დიახ, ძალიან საინტერესო ხალხია. ბევრს ალბათ სპარტაკი ემახსოვრება, ლეგენდარული გლადიატორი. აჰა, ისიც ხომ თრაკიელი იყო. დიახ, სწორედ. ისინი ცხოვრობდნენ იქ, სადაც დღეს, ბულგარეთია, რუმინეთი, ჩრდილოეთ საბერძნეთი და თურქეთის ევროპული ნაწილი, ფაქტობრივად. კი ბატონო. და ვიცით, რომ იყვნენ უშიშარი მეომრები და საოცარი ხელოსნები. განსაკუთრებით ოქრო მჭედლობაში, არა? ძალიან დახვეწილი ნაკეთობები აქვთ. ნამდვილად. ოქრო, ბრინჯაო, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საკუთარი დამწერლობა არ დაგვიტოვეს. ხო, ეგ ართულებს საქმეს. მაშ როგორ ვცდილობთ მათი ისტორიის აღდგენას? ალბათ არქეოლოგია. არქეოლოგია, რა თქმა უნდა. და ბოლო დროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, ეს არის გენეტიკური ანალიზი. ეს გვაძლევს საშუალებას მათ სამყაროს რაღაცნაირად ახალი კუთხით შევხედოთ. გენეტიკა. ეს უკვე ძალიან საინტერესოა. ის გვიხსნის მათ წარმომავლობას. დიახ, გენეტიკა მართლაც უნიკალურ სურათს გვიხატავს. ის გვიჩვენებს, რომ თრაკიელები, ასე ვთქვათ, ერთი მონოლითური ჯგუფი კი არ იყვნენ, არამედ საინტერესო გენეტიკური ნაზავი. აჰა. მოდით სწორედ ამ გენეტიკურ ფესვებს მივყვეთ, თუ შეიძლება. კი ბატონო, ძალიან მაინტერესებს. რას გვეუბნება დნმ მათზე? საიდან მოდიოდნენ? ესე იგი, ბულგარეთში რკინის ხანის სამარხებში ნაპოვნი ნაშთების ანალიზმა აჩვენა, რომ სამი ძირითადი კომპონენტია. წარმოიდგინეთ თქვენ, მათი გენეტიკის დაახლოებით 75% მოდის ანატოლიიდან. ანატოლიიდან 75% ეს ბევრია. დიახ, ძალიან ბევრი. ესენი არიან ის ადრეული ფერმერები, რომლებმაც დაახლოებით 7000 წლის წინ ნეოლიტის ხანაში ევროპაში სოფლის მეურნეობა შემოიტანეს. გასაოცარია. ფაქტობრივად მათი გენეტიკური, ასე ვთქვათ, საძირკველი ის ხალხია, ვინც ევროპული ცივილიზაციის აგროკულტურულ საფუძველს ჩაუყარა. შთამბეჭდავია ნამდვილად. და დანარჩენი პროცენტები? დანარჩენი დაახლოებით 20% უკავშირდება ეწოდებულ იამნაიას კულტურის სტეპის მცხემსებს. აჰა, სტეპის მცხოვრებლებს. დიახ, ეს ჯგუფი ბრინჯაოს ხანაში, დაახლოებით 5000 წლის წინ, აღმოსავლეთ ევროპის სტეპებიდან გადმოსახლდა ბალკანეთზე. მათ ხშირად ინდოევროპული ენების და ზოგადად კულტურული იმპულსების გავრცელებას უკავშირებენ. გასაგებია. ანატოლია, სტეპები, კიდევ რამე? არის ასევე მცირე, მაგრამ აშკარად შესამჩნევი წვლილი კავკასიონის მთების რეგიონიდან წამოსული უძველესი მონადირე შემგროვებლებისგან. ეს ანატოლიური და განსაკუთრებით კავკასიური კავშირები, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დეტალია. კი, ნამდვილად. ესეთი ნამდვილი გენეტიკური მოზაიკა გამოდის. ანატოლიელი ფერმერების მემკვიდრეობა, სტეპის მცხემსების დინამიკა და კავკასიური შტრიხებიც. ეს მრავალფეროვნება ალბათ მათ სიძლიერესა და ადაპტაციის უნარზეც მეტყველებდა, არა? სავარაუდოდ, საინტერესოა ისიც, რომ გენეტიკურად ისინი საკმაოდ გავდნენ მიკენელებს. მიკენელებს. კრეტა მიკენის ცივილიზაციის ხალხს. დიახ, ზუსტად. რაც შეეხება თანამედროვე ხალხებს, გენეტიკური მონაცემებით ყველაზე ახლოს დგანან თანამედროვე იტალიელებთან და ბერძნებთან. შემდეგ კი უკვე სხვა ბალკანელ ხალხებთან. გასაგებია. და გარეგნობაზე თუ შეგვიძლია რამის თქმა ამ გენეტიკაზე დაყრდნობით, როგორი ტიპაჟები იყვნენ? გარკვეული წარმოდგენის შექმნა შეიძლება. დიდი ალბათობით უმეტესობას ყავისფერი თმა და თვალები ჰქონდა. კანის ფერი სავარაუდოდ საშუალო. მამაკაცის ხაზის, Y ქრომოსომის ანალიზმა, 10 ნიმუში იქნა შესწავლილი, აჩვენა I ჰაპლოჯგუფის დომინირება. კონკრეტულად, IV13 ქვეჯგუფი გამოვლინდა 9 შემთხვევაში. IV13. ეს რამე სპეციფიკურს ნიშნავს? ეს უბრალოდ გენეტიკური მარკერია მამის ხაზით და ეს ქვეჯგუფი დღესაც განსაკუთრებით გავრცელებულია სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთზე. ეს ძალიან ღრმა ადგილობრივ ფესვებზე მიუთითებს. გასაგებია და მეათე ნიმუში? მეათე ნიმუშს აღმოაჩნდა RRTA ჰაპლოჯგუფი. რაც ისევ იმ სტეპურ იამნაიას კულტურასთან კავშირზე მიგვანიშნებს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. გასაგებია. გენეტიკური სურათი მეტნაკლებად იხატება,
თქვენ ახსენეთ მათი მეომრული ბუნება და ოსტატობა, მაგრამ სულიერ სამყაროზე რას გვეტყვით? რისი სწამდათ, რა წარმოდგენები გქონდათ? როგორც ჩანს, ისინი საკმაოდ ღრმად სულიერი ხალხი იყვნენ. თაყვანსცემდნენ ბუნების ძალებთან დაკავშირებულ ღვთაებებს. ამას არქეოლოგიური მასალაც ადასტურებს. აჰა. და მათი რწმენა სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის შესახებ კარგად ჩანს მათ მდიდრულ სამარხებში. ბევრი ოქრო, ძვირფასი ნივთები. კი, მსმენია სამარხების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათმა რელიგიურმა წარმოდგენებმა და რიტუალებმა სავარაუდოდ დიდი გავლენა მოახდინა ბერძნულ მითოლოგიასა და კულტებზეც. მაგალითად, დიონისეს, ღვინის ღმერთის და ორფეოსის, ლეგენდარული პოეტისა და მუსიკოსის, კულტები ხშირად უკავშირდება თრაკიულ გავლენას. ძალიან საინტერესოა. და ბოლოს, რა ბედი ეწია ამ ცივილიზაციას? ამ ძლიერ მეომარ ხალხს როგორ გაქრნენ ისინი ისტორიიდან? დროთა განმავლობაში ისინი ჯერ ბერძნული, შემდეგ კი რომაული კულტურის მზარდი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ეს პროცესები ცნობილია როგორც ელინიზაცია და რომანიზაცია. ანუ ასიმილაცია მოხდა. დიახ. თანდათანობით მოხდა მათი ასიმილაცია და როგორც ცალკეული ეთნიკური ერთეული, ისინი ისტორიული სცენიდან ქრებიან. და მათი შთამომავლები? სავარაუდოდ მათი ნაწილი შეერწყა მოგვიანებით ბალკანეთზე მოსულ სლავურ ტომებს და პროტობულგარებს და ამით თანამედროვე ბულგარელიერის ფორმირებაშიც მიიღეს მონაწილეობა. რომანიზებული თრაკიელები კი, განსაკუთრებით დაკიელები, თანამედროვე რუმინელების ერთ-ერთ მთავარ წინაპრად მიიჩნევიან. სამწუხაროა, რომ ენა დაიკარგა. დიახ, სამწუხაროდ, თრაკიული ენა ჩვენამდე არ შემორჩა. მოდით აბა შევაჯამოთ. ესე იგი, თრაკიელები იყვნენ ძლიერი ბალკანური ცივილიზაცია, ცნობილი როგორც მეომრები და ხელოვანები, უნიკალური გენეტიკური მემკვიდრეობით. ეს მემკვიდრეობა აერთიანებდა, როგორც ვთქვით, ანატოლიელ ფერმერებს, სტეპის მწყემსებს და კავკასიელ მონადირე შემგროვებლებსაც კი. ზუსტად. მართალია, წერილობითი წყაროები არ გვაქვს, მაგრამ არქეოლოგია და რაც მთავარია გენეტიკა გვიყვება მათ საოცრად მდიდარ და რთულ ისტორიას. ნამდვილად. და აქ ჩემი აზრით, განსაკუთრებით მომხიბვლელია ის თუ როგორ გვიჩვენებს გენეტიკა ამ ღრმა საგვარეულო შრეებს, ანატოლიურს, სტეპურს, კავკასიურს, რომლებიც ერთმანეთს შეერწყა და შექმნა ეს გამორჩეული ბალკანური კულტურა. და მათი გავლენა დღესაც იგრძნობა რეგიონში, ხო? კი, როგორც ჩანს, მათი გავლენა დღესაც იგრძნობა რეგიონის კულტურასა და შესაძლოა გენეტიკაშიც კი. მაშ რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის? ფიქრობ, ეს კარგად გვიჩვენებს თუ როგორ ქმნიდა უძველესი მიგრაციები და შერევა ახალ დინამიკურ კულტურებს და იმასაც თუ როგორ შეუძლია თანამედროვე მეცნიერებას, გენეტიკას დროში დაკარგული ისტორიების აღდგენა. დიახ. და ბოლოს, მოდით ერთი საფიქრალი დაუტოვოთ ჩვენს მსმენელს. მიუხედავად იმისა, რომ თრაკიული ენა დაკარგულია და მათი კულტურა დიდწილად ასიმილირდა, მათი ამ უნიკალური მრავალშრიანი მემკვიდრეობის რა ფარული გამოძახილები, რა კულტურული თუ მენტალური კვალი შეიძლება კვლავ არსებობდეს თანამედროვე ბალკანეთის ლანდშაფტში. ამაზე დაფიქრება საინტერესო იქნება.